სიღარიბე, სიცოცხლისთვის სახიფათო გარემო და ძალადობა, როგორც ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყოველი მესამე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. გახშირდა შემთხვევები, როდესაც მცირეწლოვნები ისკვერებსა თუ სხვადასხვა საჯარო სივრცეში იღუპებიან. სპეციალისტები სახელმწიფოს უმოქმედობაზე აკეთებენ აქცენტს. რა გამოწვევების წინაშე არიან ბავშვები, დღეს მეც ლიზი ვეკუა მოგვიყვება ფორმულას პირდაპირ ეთერში. ლიზი, გისმენთ. დიახ, გიორგი, ბავშვთა დაცვის დღეს ოცნების წევრების მიერ გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებებში არაფერი წერია პრობლემებსა თუ მათი გადაჭრის გზებზე, თუმცა მათი პროპაგანდის საპირისპიროდ, რომ თითქოს ბავშვთა პრობლემები ყოველწლიურად მცირდება და ყველაფერი კარგადაა, მეტყველებს სხვადასხვა ანგარიშები და კვლევები. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა 2025 წელსაც ბავშვთა სიღარიბეა. სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში 2024-ში გასულ წელთან შედარებით ბავშვთა სიღარიბე 6%-ით გაიზარდა, ამასთან ერთად გამოწვევად კვლავ რჩება მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარჩვევების განვითარებაც, ხოლო რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბის გარდა ვაწყდებით ბავშვებზე ძალადობის ფაქტებსაც, როგორც სკოლებში, ასევე ოჯახებშიც. 2024 წელს ბავშვთა ძალადობასთან დაკავშირებით 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ამასთან დაკავშირებით მომუშავე ექსპერტები საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ რეალურად ის შედეგი, რომელიც ახლად დგას რეალურად მომდინარეობს დამნაშავების დაუსჯელობისგან და პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ამ პრობლემების აღმოსაფლელად კი სხვადასხვა უწყებებში რეფორმები უნდა გატარდეს. სახელმწიფო ინსტიტუტები არიან პასუხისმგებელი ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, თუმცა ჩვენ ფაქტობრივად სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილი გვაქვს. არის უკეთესობის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია იმ პრობლემების, რაც ამ სფეროში გამოჩნდება კიდევ მომავალში. სამწუხაროდ, სანამ ეს რეჟიმი არსებობს, უკეთესობა ამ მიმართულებით ვერ იქნება, იმიტომ რომ უბრალოდ ყველა მიმართულებით არის უსვლადა ეს სტატისტიკა, რასაც ჩვენ ხედავთ, კიდე არ ასახავს იმ პრობლემებს. იმიტომ რომ ეს სტატისტიკა არ აჩვენებს ძალიან მოცულობას ამ პრობლემების და ბევრად უფრო ღრმა არის ამ თვალსაზრისით პრობლემები. ფაქტია, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ასეთ შემთხვევების პრევენციას და რიგ შემთხვევებში მათზე ეფექტიან რეაგირებას. ბავშვთა მიმართ ძალადობა თუ ბავშვთა უფლებების დარღვევა მოითხოვს მის წინააღმდეგ ეფექტიან და კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. მათ შორის ეს უნდა მოხდეს საგანმანათლებლო სფეროში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ერთი მხრივ ამ პრობლემის აღიარებისკენ და მეორე მხრივ კომპლექსური ღონისძიებების გატარებისკენ, რომელიც მოგცემს ასეთი შემთხვევების პრევენციას, ან მინიმუმამდე დაიყვანს იმ რისკებს, რომლის გამოც ბავშვები ძალადობას, მათ შორის სექსუალურ ძალადობას ექვემდებარებიან. სახელმწიფოში ძალიან მზარდია ბავშვების მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის რიცხვი. რეალურად ამ მზარდ სტატისტიკას განაპირობებს ის, რომ ოჯახური ძალადობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მქონე ქალების დაცვას, შესაბამისად ბავშვების მიმართ ან წინაშე ჩადენილი დანაშაული კვლავ გრძელდება გამოყენებული გირაოს პირობებში, როდესაც მოძალადე კვლავ აგრძელებს მსხვერპლებთან ერთად ცხოვრებას, ან პრაქტიკულად არ აქვს აკრძალული კომუნიკაცია მაშინ, როდესაც ეს პირდაპირ გარეტირებული უფლებაა. ძალიან საგანგაშოა სტატისტიკა პედოფილიის საქმეებთან მიმართებაში. ხშირად ამ ტიპის საქმეებზე ბავშვები უხმოტანჯოს განიცდიან და ვერ საუბრობენ და არ საუბრობენ, ვინაიდან მოძალადის მხრიდან ხდება გარკვეული ზეწოლა და რეალურად სახელმწიფოს უჭირს ამ ტიპის საქმეების არათუ პრევენცია, არამედ გამოძიება. მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ქართულმა ოცნებამ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობიდან ბავშვთა პრობლემებისა და იუნისეფის კვლევის გამო მოხსნა, თუმცა 2025 წელს შედეგები და სტატისტიკა გაუარესებულია. ქართული ოცნებისგან კი ამ პრობლემების აღმოსაფლელად გატარებულ რეფორმებს ნაკლებად ვხედავთ.